გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. ბატონ ვახში ჟვანიას და მე დღეს ძალიან კარგი სტუმრები ვეცვლინენ მეცნიერთა კონგრესში და ვიყენებთ ამ საშუალებას, რომ საქართველოსაც მთელ მოსახლეობას ვინც ნახავს წარუდგინოთ ძმები გოგლიძეები მევლუდ და იბრაგიმ ართვინლებად წოდებულნი მევლუდ ართვინლი იბრაგიმ ართვინლი გვარი გოგლიძე ართვინლები ძმები გოგლიძეები თურქეთში მცხოვრები ქართული კულტურისთვის თავგადადებული ადამიანები მე არერთი დავწმუნებული ვარ ამაში და დღეს კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვეუბნები ბატონ მევლუდს რომ მქონდა საშუალება იმ უნიკალურ მუზეუმში შევსულიყავი სადაც ინახება ქართული წიგნები და ეს არ არის 1 და 2 და 10 წლეულების და 1000 წლეულების წიგნებია რომ ქართველები ჭკვიანურად აკეთებდნენ რომ ომების დროს პერიოდში წიგნები რომელიც საშიში იყო რომ ჩვენთან დაკარგულიყო ამას ყველაფერს კრებდნენ და ასეთი რამ ბატონმა მევლუდმა მხარდაჭერით და იმ ფონდმა რომელიც შეიქმნა მოუყარა ყველაფერ ამას თავი და რეალურად დღეს გვაქვს უნიკალური მუზეუმი ვიმეორებ მე ვიყავი ბედნიერი როცა შევეხი ამ წიგნებს ეს არის უდიდესი ისტორია და ძალიან მწუხარ რომ საქართველოში ძალიან ცოტა ვინმე ამაზე საუბრობს ან უბრალოდ გონია რომ არ იცის მე ამ საქმესთან დაკავშირებული გვარია სწორედ და პიროვნებებიც მე გოგლიძეები არიან ჩვენთან დღეს სტუმრად მე მადლობა მინდა უთხრა მათ ისინი ოჯახებით ჩამოვიდნენ საქართველოში ერთი თვე როგორც იტყვიან დაათვალიერონ კიდევ ერთხელ საქართველო და ძალიან სასიამოვნო რომ ოჯახებით არიან მე გაქ ბატონი იბრაგიმ ართვინლი იყო პარლამენტის წევრი თურქეთის პარლამენტის წევრი და ეს ადვილი საქმე ახლა ყველამ ძალიან კარგად ვიცით ვით უფრო ქართული წარმომავლობის ადამიანისთვის მაგრამ ის იყო ერთ-ერთი გამორჩეული დეპუტატი და ამის ხაზგასმას აკეთებს ის რომ როდესაც ბისეკის ერთობა ჩამოყალიბდა ანუ 11 სახელმწიფო რო გაერთიანდა ბისეკის პრეზიდენტი გახდათ ბატონი იბრაგიმი რაც შეეხება ბატონ მევლუდს სულ ქართულ საქმეებთან დაკავშირებული ქართული ენის სწავლების საკითხები როდესაც პირველი მეოთხე კლასში ქართული ენის სწავლება შემოიღეს ამის სათავეებთან იყო და ჩვენ შეგვეძლო მაშინ და ყველაფერი ბატონი ასე იგი მევლუდი ედგა ამას ყველაფერს სათავეში არ მინდა დავივიწყო ის რომ ბატონი ისმეთ აჯარი ძალიან ბევრ და კარგ საქმეს აკეთებდა მაშინ იმიტომ რომ ის გარკვეულწილად ეხმარებოდა და მას გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული ახლა არ ვიცი როგორ არის მაგრამ ქართული კულტურის ცენტრი აეშენებინა ადგილიც ჰქონდა შესყიდული და ახლობით მითხრა მაშინ რომ $50 მილიონ პარლივში ჯდება მაგრამ სასწაულს გავაკეთებ ამას ყველაფერსო და მე ისიც მინდა ვთქვა რომ ბატონი მევლუდის მხარდაჭერით და დახმარებით ამ შემთხვევაში ბატონი ისმეთ აჯარს მას აშენებული აქვს თურქეთში ქალაქი აჭარკენტი რომელიც დამოუკიდებელი ქალაქია დაახლოებით ისეთივე ფუნქციას ასრულებს თურქეთისთვის როგორადაც ჩვენთან ვთქვათ აიწყლეთი ასრულებს თბილისისთვის აი სრულყოფილი ქალაქი თანამედროვე და ამის სათავეებთან ქართველი კაცი და მე რამდენადაც ვიცი მისი და ბატონი მევლუდის ძალიან დიდი როგორც იტყვიან მონდომებით ასეთივე ქალაქის შენობილობა იყო გათვალისწინებული საქართველოში ერთი 20 მილიონი დაიხარჯა კიდევაც მაგრამ მე ეს ყველაფერი ეს ტერიტორია და ეს პროექტი ბატონი ბენდუკიძე როგორც იტყვიან რაც მე ვიცი ყოველ შემთხვევაში თქვა და მე ბატონი მევლუდი გაასწორებს წართვა ამ ძალიან კარგ გუნდს რომელიც ქართული განწყობით იყო და გადაცეს რუსებს ну ის ქალაქი დღეს რეალურად აშენებული არ არის ესე ძალიან სამწუხაროა რომ ქართველი წარმომავლობის თურქეთში მცხოვრებ გუნდს წართვეს და გადაცეს რუსებს ეს ყველაფერი იყო როგორც იტყვიან 2003-4 წლები დაახლოებით ამ პერიოდში მე მაყოფილება მინდა გამოვთქვა რომ დღეს ვართ ერთად მე უდიდესი
პატივით მიმართავ მათ, როგორც საქართველოსთვის წარყდნენ პიროვნებებს, რომლებსაც მუდმივად განწყობა ჰქონდათ, რომ ძლიერ საქართველოში ვიცხოვროთ. ეს განწყობა დღესაც ბატონ მეულუც არაერთ წიგნთან ქონია კავშირი და ის როგორც ქართველოლოგი, ასე შეიძლება და მე მგონი ასეა, რომ თქვენ როგორც ქართველოლოგი, ასე ხართ ცნობილი და ასეთ დიდ საქმეებს აკეთებდით, ასე რომ მე წარდგენისთვის ცოტა მეტი ვისაუბრე, მაგრამ ჩვენი მეგობრები თვითონ ბევრ რამეს იტყვიან, მე ბოლოს ბატონ ვახში ჟვანიას ვთხოვთ, რომ რაღაც დასკვნითი სიტყვა გვითხრას, მანამდე კი ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ძმებს, საინტერესო პიროვნებებს კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ ვართ ერთად, გამახარეთ ძალიან და დარწმუნებული ვარ, გაიხარებ საქართველოს კიდევაც, რომ თქვენ ახალ წელსაც მივლოცავთ და ახალი წლის წინადღეს, აი აგერ რეალურად ეს გადაცემაც მიდის ბოლო დღეა დღეს, როგორც იტყვიან 2025 წლის და თქვენ ამ დროს ხვდებით ქართველ ხალხს, ულოცავთ და გავიმეორებთ ალბათ ტელევიზიამ როგორც ეხლა ქალბატონმა მანანა იმედაძე მბრძანა გამეორებული იქნება ეს ახალი წლის მილოცვა რამდენჯერმე. მოგესალმებით და სიტყვა თქვენზეა. დიდი მადლობა. მე და ჩემი ძმა ჩვენ მეორევით ჩამოვედით საქართველოში ერთი თვიანით. ძალიან ბედნიერი ვართ. ახალ წელს შევხვდებით თბილისში. მე საქართველოს ქართველ ხალხს ვისურვებ ბედნიერობა და თურქეთის და საქართველოს შორის გამეთარდეს ბედნიერობა, გამეთარობა, თანადგომა, ორი ქვეყანა ჩვენი მიზანია ძალიან ყველაზე მსოფლიოში ახლო ორი ქვეყანა იყვნენ. იმის მიზნით მუშაობთ და ეხლა იბრაგიმას ვეთქვი. ძალიან იბრაგიმ ბატონო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა ბატონო თემურას, გაიხარეთ. მოხარული ვართ ამ შეხვედრაზე თქვენთან ერთად ბატონ ჟვანიასთან. ბატონ მეულუდა თქვა ისა ვიფიქრეთ ახალი წელი თბილისში ვიყოთ ერთად და ქართველებთან ერთად გავატაროთ ახალი წელი. ამის მიხედვით ყველა ქართველს მაყურებელს ვლოცავთ ახალ წელს. ძალიან გიყვარს ქართველები, საქართველო. ჩვენ ადრე ბავშვობაში ცოტა ქართული ვიცოდით. სოფლის ქართული რამდენი იქნება და იმხელა ქართული ვიცოდით. ხო, ენა ცოცხალია. თავისადან იზარდება და ჩვენ რა ვიცოდით სოფელში იმხელა ქართული ვიცოდით. ელენა რაღაცები გავიგეთ, რაღაცები ვსწავლეთ. საქართველო ჩვენი სოფელი გონიოდა მაშინ და მე არ ვიცოდი საქართველო ასეთი ქვეყანა არის და ქართველები ცხოვრობენ სადმე. ჩვენი დიდი ის იყო მე ქართველების გაცნობა, საქართველოს დანახვა. მადლობა ღმერთს დავინახეთ საქართველო და გავიცანეთ ქართველები. ჩვენთან ქართველები თურქეთში ძალიან მაგრათა ვართ, ძალიან მაგრათა ვართ. გვიხარია, 10% ქართველი ცხოვრობს ერთ ქალაქში, იმ ქალაქში დეპუტატი ქართველი იქნება. 10%? კი. 10% ქართველი სადაც ცხოვრობს, იქ ქართველს ირჩევენ. მერი ქართველი იქნება. ყველა უფროსი ქართველი იქნება. ჩვენთან მოადგილე ხომ არა ქართველი ყველა უფროსი უნდა იყოს. იგივე თურქეთში ასეთი გენეტიკა გვაქვს. კიდევ ერთხელ ბატონ თემურას და ბატონ ჟვანია მადლობა გიხდით ამ საუბარისკენ და ყველა ქართულ ხალხს მივლოცავთ ახალ წელს. ძალიან კარგი ისა მე კიდევ კარგი რომ ვილაპარაკე მათ დამსახურებას თორე თვითონ არაფერს ამბობენ როგორც ხედავ, მაგრამ საქართველოს მინდა იცოდეს ძმები გოგონძეების, ძმები ართმიულების სახით და მათი ოჯახების სახით საქართველოს ძალიან საყრდენი ადამიანები ყავს თურქეთში,
რომელთაც ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ ყველა დონეზე, ხელისუფლებაში თუ ხელისუფლების გარეთ, რომელთაც ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს და როგორ კრავენ ისინი ქართველობას. მე ყოფილი ვარ დიდ საბჭოს ხდომაზე, თქვენს საშუალებით და მეშვეობით მოხდა ბატონ მეულუც მიმართავ, რომ ამდენი ქართველი ერთად და თანაც ესენი იყვნენ ყველანი ძალიან მდიდარი ადამიანები. ჩვენ კარგი გადაწყვეტილებები მივიღეთ, მართალია იქ ვერაფერი ვერ შესულდა მაშინ იმ პერიოდში ჩვენ ისმეთ ბატონ ისმეთს ჰქონდა ძალიან კარგი წინააღმდეგები და მე მგონი გული დაწყდა როცა უთხარით რომ ჩვენ მილიონები არ გვინდა, ჩვენ გვინდა რომ ესე იგი მივეხმაროთ, გვერდში დავუდგეთ, რომ მას ჰქონდა ძალიან კარგი განწყობა, გითხრა პირდაპირ რომ აი მივეხმარებით ამ კარგ საქმეებს თქვენ ტელევიზიას და ჩვენი პოზიცია იყო მაშინ ამდენივე ვიყავით რომ აი მოგვეცით საშუალება რომ მიმართოთ იქ ქართველობას, მიმართეთ ძალიან კარგი სხდომა სპეციალური შედგა და ჩვენ მაშინ კარგ რამებზე შევთანხმდით. მე შევეცდები რომ მომდევნო წელს ჩვენი მომდევნო წელი აი იმ პროექტის რომელსაც ნიშნავს რომ შევქმნა ტელევიზია რომელიც მივა ყველა ოჯახში რომელსაც თელ მსოფლიოში ეკნება რომლის დახვის საშუალება ეკნება თელ მსოფლიოში. ეხლა აზერსაც ვართ ჩვენ და ადრე თუქსათით თქვენს გვეხმარებოდით რომ კავშირები შემდგარიყო. ეხლა აზერსატი უფრო წარმატებული გახდა, ამიტომ აზერსატის საშუალებით თელ მსოფლიოში შეუძლიათ ნახონ, აი თქვენ ვისაც კი მიმართავთ დღეს, სადაც ქართული ტელევიზია, ყველგან სადაც აჩვენებს სხვა ქართული ტელევიზიები, იქ არის ქართული ტივიც. ჩვენ მომდევნო წელს აგერ ბატონი ვახში ჟვანია წარმოადგენს გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ ამ ფონდს და როგორც ცნობილი მეცნიერი და ესეთ დამსახურებული პიროვნება ჩვენ ქართული ერთობის დარბაზი, ეს ფონდი, მეცნიერთა კონგრესი, ყველანი ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ მომდევნო წლის ბოლომდე ვიყოთ 1-500 ადამიანი, კარგი იქნება თუ თურქეთში შემოგვიერთებიან, იყოს 1-500-მდე ადამიანი, აი რომელიც ყოველთვიურად რაღაც პატარა მინიმალურს გაიღებს, რომ ჩვენ მომდევნო წლის ბოლოს გამოვაცხადოთ, რომ 2027 წლიდან მოდის მოქმედებაში ის პროგრამა, რაც მაშინ ჩვენ წარუდგინეთ იმ დიდ საბჭოს მაშინ რომ ვიყავით იქ, რომ ყველა ოჯახი აქციონერი და ვინც ვერ შეძლებს გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამათ მიეხმარებიან და იუნესკოს დიდი იმედი აქვს იმისა, რომ ერთი ასეთი ტელევიზია იქნება საქართველოში და ჩვენ სწორედ აი ასეთი ტელევიზიის სათავეებთან ვართ. მე მინდა ყველა ქართველს ვინც ცხოვრობს თურქეთში, საერთოდ ჩვენს მეზობელ ხალხს, თურქ ხალხს, ქართველებს ვინც იქ არიან, მიულოცო ახალი წელი. სიკეთის და კეთილი განწყობის მეტი როცა იქ ვიყავი, მე არაფერი მიგზნია, განსაკუთრებით როცა ქართველობას და ქართველებს ხვდებოდით, ოჯახებშიც მივედით, აი თქვენ ორივენი იყავით ამის სპონსორი, მაშინ დეპუტატიც ყავდა ერთი კიდე, ადრესულად ბატონი იბრაგიმი იყო კიდე დეპუტატი. ჩვენ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რაღაც მე ძალიან მინდა რომ ის ქართული ქალაქი რომელიც არის და ბევრი რამ გახსოვთ ბატონო მეული ჩვენ გვინდოდა რომ ტელევიზიაში ყოფილიყო გადაცემა ქართველები საქართველოს მეგობრები თურქეთში და ქართველები თურქეთში 1 საათის განმავლობაში ნახევარი საათი ვესაუბრა იმ მეგობრებზე რომლებიც ჩვენ ნამდვილი მეგობრები არიან თურქები და ნახევარი საათი ვესაუბრა იმ ქართველზე რომელიც იქ არის აი თქვენ ხართ ამის კარგი მაგალითი და ბევრი ვინმე მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი კონტაქტები რადგან გარკვეული პერიოდი დაკარგული იყო თქვენმა ჩამოსვლამ აქ მე ძალიან დიდი იმედი მომცა ეს კონტაქტები აღდგება ბევრ კარგ რამეს გავაკეთებთ და ეს იქნება სასარგებლო როგორც თურქეთისთვის იქნება სასარგებლო საქართველოსთვის ჩვენ მეზობლები ვართ ჩვენ მეგობრული ურთიერთობები გვჭირდება ქართველობა რომელიც ცხოვრობს საქართველოსთან ვინც არიან წასული და ქართული ფესვები ვისაც აქვს იმ ხალხს მხარდაჭერა ჭირდება საქართველოსთან ეს არ ნიშნავს იმას რომ თურქეთში ვინმე ებრძვის მათ მაგრამ ჩვენ ხო უნდა მივეხმაროთ ლიტერატურით წიგნებით ჩამოსვლით რაღაც კონცერტით რაღაც ბევრი რამ არის რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ვიხმარებოთ და თქვენი ფონდი რომელსაც თქვენ ეხლა ხელმძღვანელებთ ანუ ბატონი მევლოდი თურქეთ საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდის დირექტორია ხლა ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს როცა აი ორი როგორი პიროვნება ორი ძმა, ორი როგორი პიროვნება, ორი წარმატებული ქართული წარმომავლობის პიროვნება თურქეთში. რა ვიცი ბატონო ვახში თქვენ და მე კიდე რაღაცას თვითონაც მეტყვიან კიდე ზოგიერთ რამეს. ჩემთვის დღეს რაღაც ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი
იყავით თქვენთან გაცნობა, ბევრი რაღაცა მოგიგონეთ, გქონიათ თურმე საერთო შეხებაც, იგივე კულტურაზე, იგივე ბატონი ანზორი ახსენეს ერქომაიშვილი. დიდი ავტორიტეტი აქვს. მეც რა თქმა უნდა ძალიან ახლო დამოკიდებულება მქონდა და ის ფაქტი რომ თურმე თურქეთში არის რეგიონები, სადაც თუ 10% ქართველია, იქ ყველა დიდი თანამდებობა, ესე იგი ქართველის მიერა დაკავებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველები თავიანთი ინტელექტით იქ გამოირჩევიან. ახლა ჩვენ აქ 10%-ზე მეტი ვართ საქართველოში ქართველები და როგორმე უნდა გამოვიყენოთ ეს ჩვენი უპირატესობა. ის რომ ჩვენ ინტელექტუალურად საკმაოდ მაღალ განვითარებული ხალხია, მაგრამ მართლობაში ამას ვერ ვიყენებთ და ძალიან ესეთი დესტრუქციული ძალები მოდიან მართლობაში და იმიტომ არის რომ ჩვენი ქვეყანა ვერ არის ისეთი გაბრწყინებული როგორიც უნდა იყოს. ასე რომ თურქეთის ქართველებმა, საქართველოს ქართველებმა ერთად უნდა ვიზრუნოთ რომ აი ეს ჩვენი ძირი, საფუძველი, ძირძველი საქართველო იყოს აყვავებული, ძლიერი და განვითარებული და ძალიან მიხარია რომ თქვენც ამაზე ზრუნა ფიქრობთ და აგერ როგორც ბატონმა თემურიმ ბრძანა იქ წარმატებული ქართველები ზრუნავენ და ფიქრობენ რითი დაეხმარონ და როგორ გააკეთონ რომ საქართველოს თავისი ისტორიული მისია შეასრულოს და იყოს ამ რეგიონში და მთელ მსოფლიოში გამორჩეული თავისი კულტურით და თავისი სიძლიერით და პროგრესის მატარებელი. ასე იყო ეს საუკუნეების მანძილზე საქართველოს ყოველთვის იყო ანგარიშგასაწევი ქვეყანა და შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ჩვენ ეს ადგილი უნდა დავიბრუნოთ და თქვენი იმედიც ამაში ბევრი გვაქვს და დიდი გვაქვს. ასე რომ დიდი მადლობა რომ მომბრძანდით, დიდი მადლობა რომ აი ამ დღეს წინა სახელმწიფო დღესასწაული ასე გაგვილამაზეთ. დიდი მადლობა ბატონო ვახში, მინდა ვთქვა რომ ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარეს ქართველი იყო, ახლა არ ვიცი არის თუ არა იქ კიდევ ესე. მუსა. ძალიან ეს იყო ბევრი ქართველი შევხვდით თავის დროზე. მედიცინაში ბატონი მიქელაძე და სხვები ხო? ისმეთ მიქელაძე რაღაც სასაული რამ მქონდა კლინიკა თავისი და ქართველები და ჯერ ერთი ძალიან ბევრი ქართველი მიდის იქაც აექიმოთ და ამავე დროს ძალიან ბევრი ქართველია როგორც წარმატებული ექიმი. იქეთ და ყველგან, რა ვიცი, ასეა ხო ბატონო მეუბნოთ. აქ საავადმყოფო განსნა ბათუმში დიახ. და კიდევ ჩვენ ბათუმში გონია 30 წლის წინ თურქეთიდან 20 ექიმით ჩამოვედით, ისმეთის იყო მაშინ და ძალიან ცუდი დრო იყო. სულ ბათუმის ხალხს დავეხმარეთ მაშინ. დიდი საქმე გააკეთეთ მაშინ. ოპერაციები გავაკეთეთ. თქვენ წან მითხარით ეს ბიბლიოთეკა მუზეუმში. დიახ. ისეთ ისტორიაში ასეა. ისტანბული სოფლიოს ცენტრია. მარტო თურქეთის ცენტრი არა, სოფლიოს ცენტრია. და საქართველოსთან ისტორიაში ბევრი ხანია ხალხი წავიდნენ, მოვიდნენ და ისტანბულის გზით წავიდნენ, მოვიდნენ. და იქ ქართული ის ეკლესია არის, კათოლიკების ეკლესია. იმ ეკლესიაში ეს მუზეუმი, ბიბლიოთეკა. იქ ვენ მოვა საქართველოსთან ევროპაში, ამერიკაში და სხვა ქვეყნებში წასვლა მოსვლამდე რა წიგნები არის და გაზეთები არის, იქ ჩაიდებდნენ და ძალიან მაგარი არქივი გაიხდა. საოსაული არქივი. ბათუმში პროფესორ შუშანა ფუტკარაძე. კი ბატონო. მაშინ ჩამოვიყვანეთ. კი ბატონო. და იმას იმუშავა და ძალიან კარგად ყველანი დაასუფთა ეს და მუზეუმი ბრწყინვალედ არის მოწყობილი ძალიან კარგად, დაცულია წიგნები რაც თავად. ახლა ძალიან თანამედროვე ბიბლიოთეკა გაიხდა.
500-400 წლის წინ წიგნები არის. ძალიან საინტერესოა და ველოდებით ქართველ ხალხს. როდესაც სამოჩამოდნენ, იქ წავიყვანთ და ვაჩვენებთ. ეს მე როგორც ეს მუზეუმი, ისევე ის ქალაქი. თვითონ აი ამ ორ პიროვნებაზე, ნუ აი მაგალითად მე ვისურვებდი რომ რაღაც მოვილაპარაკოთ იმაზე, რომ ამ ორ ადამიანს ისეთი ამოჯახს, ისეთი ბიოგრაფია აქვს, რომ პატარა დოკუმენტური ფილმიც ყველაფერი საჭიროა, რომ ხალხმა უნდა იცოდეს, რა დიდ საქმეებს აკეთებდით და აკეთებთ თქვენ დღეს და მე ძალიან მიხარია, რომ ამ კონტაქტებს და ეს მეცნიერთა კონგრესში ქონდა დღეს ეს შეხვედრა ჩვენ და მეცნიერთა კონგრესი სწორედ ის ორგანოა, რომელიც მაინც აანალიზებს როგორც ქვეყანაში, ასევე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. ეხლა დღეს ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ უკვე ესე იგი რაღაც ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ცხოვრობთ და აღარ შეიძლება უკვე ჩავჭეთ ძველ ამ მდგომარეობაში. აგერ ამ დღეებში მე მასკის სკოლის მოსწავლე ვარ და სასწაული გააკეთა მასკიმ რო ესე იგი $8,000 სახლი, რომელიც 300 კვადრატული მეტრია და ესე იგი ისეთი კომფორტია, დატოვა ყველაფერი და გადავიდა თვითონ საცხოვრებლად იმ სახლში. 100,000 სახლის გამოშვება. დღეს ახლა ჩვენ ვფიქრობდით იმაზე, რომ აი ჩვენთანაც არიან პიროვნებები რამდენიმე მშენებელსაც და სხვა ვინმეს გაუგზავნე, რომ ეხლა ყველაფერი ეს ცენტრი, ყველაფერი მაინც სიახლეების სტამბულთან იყო დაკავშირებული ბევრი რამით. ეს თუნდაც ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის ერთი მთავარი სარდენი სწორედ სტამბულშია ხომ, სადაც ჩვენ აია სოფია. ნუ ეს არ მეფხდობაში მაქვს, რომ ეს მართლმადიდებელი პატრიარქი მსოფლიოსი, ნუ იქ არის, მე შეხვედრი ვარ პატრიარქის დავალებით ყოფილ ვარ, რამდენჯერმე მქონია შეხვედრა და ძალიან დიდი ცენტრია საერთოდ როგორც სამეცნიერო, როგორც კულტურული სტამბული და სტამბულთან ურთიერთობები არ არის ადვილი საქმე და როცა ასეთი ქართველები გვყავთ ჩვენ მეგობრები იქ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და რაღაც უნდა გავაცოცხლოთ იბრაგიმ ბატონო მეულო და ის რომ თქვა რაღაც კარგი დოკუმენტური რამე გაკეთდეს იგივე მუზეუმზე კარგად კლინიკები სადაც ქართველები არიან ხელმძღვანელები იგივე თქვა იმ ქალაქთან დაკავშირებით მე ვარ თქვენს მეურნეობაში ნამყოფი ანუ ეს მაშინ მეურნეობა იყო თქვენი და ბატონი ისმეთის მეურნეობა სასწაულამეს აკეთებდით იქ და მოკავდათ რომ ესე იგი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და ყველაფერი ნუ ეს მე ძალიან მიხარია რომ ქართველები ასეთ კარგ საქმეებს უდიახართ იქ სათავეში და აი ძალიან მიხარია გულწრფელად ის რომ ოჯახებით ჩამოდით ერთი თვით რომ შემოიაროთ მე ქუთაისშიც მინდა იმას მიზლოთ ბათუმშიც მე წახვალთ ალბათ კიდე და თბილისშიც მინდა მოგიწვიოთ სადაც ვარ მე გაჩერებული მე აქ თქვათ სახში სადაც ვარ ჩვენ და რაღაც ძალიან დიდი მეგობრობის განწყობით ვარ და ამ წლის ბოლოს რა უნდა გამხარებოდა ისეთი ვიდრე თქვენი სტუმრობა აგერ ბატონი ბაღში იყო მაშინ თქვენ რო დამირეკეთ ტელეფონზე და აი წუჩივე რო დავდე ყურმელი უთხარი რომ რაღაც კარგი მოხდება მეთქი აი რო დამირეკეთ ტელეფონზე აქ ვარო რა ვიცი კიდე რაც გინდათ მიმართეთ ხალხს და დავამთავრეთ ყوار გაქვთ რამე გელოცავთ 26 წელს და იმედია რომ ჩვენი ურთიერთობა 26 წელს კიდევ უკეთესი იქნება და ის საერთო ბედნიერებას მოგვიტანს და საერთოდ ჩვენი ქვეყანა ჩადგება ცივილიზებული ქვეყნების რიგში. მივესალმოთ იმ ხალხს ბატონობაში, ვინც ისტორიულად ქართული წარმომავლობითა და ცხოვრობს უცხოეთში, მივესალმოთ ჩვენს ემიგრანტებს, მივესალმოთ ყველას, ვინც ქართული განწყობითაა, ვინც საქართველოს მეგობარია, უამრავი თურქეთში, რომელიც საქართველოსადმი კეთილი განწყობილი და მეგობრული განწყობითაა და აი როგორც ითქვიან, ვიმეზობლოთ, ვიმეგობროთ და ვიფიქროთ მომავალზე, როგორც რეალობაზე, ძალიან დიდ მომავალზე, თუ ჩვენ ყველანი, როგორც ითქვიან, ხელს მოვკიდებთ ერთმანეთს და ერთმანეთს კი არ შევებრძოლებით, არამედ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ სიკეთით სავსე მსოფლიოში ვიცხოვროთ და ბედნიერებით სავსე საქართველოში ვიცხოვროთ, ისევე როგორც მინდა რომ ბედნიერებით სავსე იყოს თურქეთი ყველასთვის და იქ ცხოვრები ქართველებისთვის. ამინ. ამინ. ბატონობაში როგორც მიღებულია ჩვენთან საქართველოში წესად ახალი წლის წინადღეს შამპანიურით ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ძმებს მიულოცოთ
საერთოდ ქართველები უღენოთ როგორ და ამავე დროს თელ საქართველოს თურქეთში საზღვარგარეთ ცხოვრებ ქართველობას და ჩვენს მეგობრებს აიქიდან ვიწვევ თეკლა მელაძე დაბრუნდა ამერიკაში ძალიან ძლიერი გამოფენით იყო იქეთ და სწავლობს ძალიან საინტერესო მხატვარი და მინდა მის გამოფენაზე დაგპატიჟოთ ეხლა აქედან უწევოთ აბა გილოცავთ კიდე ერთხელ უკვე შამპანიურიც სიკეთე ჩვენთან ამენ ბედნიერებით სამსე საქართველოში გვეცხოვოს ამენ გამარჯვებით ვიყოთ აუმაჯოს ქართველებს გაუმოძოს ქართველებს ეს განსაკუთრებით თურქეთში ცხოვრობ ქართველებს